მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ეს გვისმენს FM 103-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვიზუალურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. პროკურატურამ საერთოდ უარი თქვა გარკვეული წონის მქონე ბრალდების წარმოდგენაზე. ფაქტობრივად ჩვენზე გადმოიტანა ტვირთი, ჩვენ უნდა ვამტკიცოთ, არის თუ არა მტკიცებულება უკანონოდ მოპოვებული. ამის შესახებ საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ბრალდებულმა ზვიად ცეცხლაძემ დღეს სასამართლო პროცესზე განაცხადა. როგორც ცეცხლაძემ აღნიშნა, სასამართლოსთან მიმართ მისი შეხედულება არის ერთადერთი, რომ მისმა პატიმრობაში ყოფნამ ხაზი გადაუსვა მის იურიდიულ განათლებას. როგორც იცით, შეგახსენებთ, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით 8 პირი დააკავა. დაკავებულებიდან 3 ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხვე კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან 5 გიორგი გიორგაძეს, ირაკლი მემინაშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროცესის მონაწილეები ამ პროცესს აბსურდს უწოდებენ, იგივე განცხადებებს აკეთებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, თუ რა ხდება ქართულ პოლიტიკაში, რა პოლიტიკას ატარებს საქართველოს ხელისუფლება, არის თუ არა ეს ყველაფერი რეპრესიები და ჩვენი სტუმრები იქნებიან სწორედ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ვანო წერეთელი, კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი და ფიქრია ჩიხაძე, კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის წევრი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ხალხო ფიქრია, თქვენგან დავიწყო, რადგან წეგან მეუბნებოდით, რომ ესწრებოდით ამ სასამართლო პროცესს და თქვენი თვალით უყურებდით და ყურით უსმენდით რა ხდებოდა იქ და ჩვენს რო გითხრათ, ჩვენს მაყურებელსაც, რა შესაძლებელად გრჩებათ. ამ ადამიანებს საკმაოდ ძიო მუხლი აქვთ, ხო, წაყენებული 4-დან 6 წლამდე და კიდევ უფრო ზევით ზოგს. მე ეხა სასამართლო პროცესიდან მოვდივარ, ძალიან ძიმე იყო, ეხა ძალიან ბევრი სასამართლო პროცესზე ყოფილვარ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში და არაერთი უსამართლო სასამართლო მინახავს პროცესი და უდანაშაულო დამნაშავეები ბრჭყალებში. დღევანდელი დღე განსაკუთრებულად ემოციური იყო ჩემთვის. გარდა იმისა, რომ ჩემი თანაგუნდელები არიან ვეფხია კასრაძე და ვასო კაძელაშვილი და ზუსტად ვიცი ის ამბავი რა ასე ვთქვათ შეთითხნილი ბრალდებითაც ხდება მათი გასამართლება, აბსოლუტურად მექანიკურად ამ შემადგენლობიდან ვეფხია და ვასო იცნობდნენ ერთმანეთს. დანარჩენმა ადამიანებმა იქ გაიცნეს საპატიმროში ერთმანეთი, მათ შორის ზვიად ცეცხლაძემ, რომელიც სიტყვები თქვენ აქ წაიკითხეთ და რომელიც ასევე თანაორგანიზატორებს შორის არის დასახელებული, ანუ უფრო მძიმე მუხლები ეკუთვნით მათ, თითქოს ამ ადამიანებმა დააორგანიზეს ჯგუფური დანაშაული და დანარჩენი ეს პატარა ღიმილის ბიჭები რომ შეარქვეს სამართლიანად მართლაც ესენი არიან თითქოს ამ დანაშაულის დაგეგმილი დანაშაულის შემსრულებლები. მე ერთის მხრივ კიდევ ვამბობ, იმდენად ემოციური იყო ჩემთვის, რომ არაერთხელ წამომივიდა ცრემლებით და ეხლაც რაღაცნაირად ცრემლებით ვარ გაჟღენთილი. თან მერიდებოდა მშობლების, არაჩვეულებრივი მშობლების, რომლებიც საოცრად მედგრად დგანან ამ ბრძოლაში და რაც მთავარია, ხედავდით ამ ადამიანებს, ვისმენდით მათ სიტყვებს, რომლებმაც ცხოვრებამ ესეთი რთული განსაცდელი მოუწყო და როგორი შემართებით ხვდებიან ამას და რა საოცარ სიტყვებს ლაპარაკობენ. მე არ ვიცი, ეთყობა ცხოვრება რაღაცა ამ მდგომარეობაში, როცა აყენებს ადამიანებს, მათი საუკეთესო მხარე იხსნება, შეიძლება ითქვას და საოცარი სიტყვა ქონდა ზვიად ცეცხლაძეს. ეს ბიჭი ჩვენ მანამდეც ვიცოდით, ხომ, საპროტესტო მოძრაობიდან დაფიონის ერთ-ერთი ხელმძღვანელია და არაერთი მისი ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა მოგვისმენია, მაგრამ მან
პროფესიით იურისტმა ამ პროფესიაში რომ უნდა დახელოვნებულიყო და პროფესიული, ასე ვთქვათ, სიღრმეები ენახა, მან პრაქტიკაში საკუთარ თავზე გამოსცადა ის უდიდესი უსამართლობა, რომელიც სუფევს სამწუხაროდ ქართულ სამართალდამცავ სისტემაში და ეს დანარჩენი ახალგაზრდები, რომლებიც იქ სხედან განსასჯელის სკამზე, იმისთვის რომ მათ უყვართ სამშობლო, არანაირი პათეტიკა ამაში არ არის და როდესაც დაინახეს რომ სამშობლოს სერიოზული განსაცდელი ელოდა იმ კურსის გამო, რომელსაც არალეგიტიმური ქართული ოცნება თავს ახვევდა ქართულ საზოგადოებას კონსტიტუციის დარღვევით და ყველანაირი ქართული, ასე ვთქვათ, ისტორიული არჩევანის აბსოლუტურად გადახაზვით, მათ ქონდათ სწორი ემოციური სამოქალაქო პოზიცია, რომ ისინი ამ ყველაფრის გასაპროტესტებლად გამოვიდნენ ქუჩაში. და დღეს განსასჯელის სკამზე სხედან ამათგან 3 ვეფხიაზეც მინდა ორიოდე სიტყვა თქვა, ეს არის ადამიანი არაჩვეულებრივი სიტყვა თქვა, ის არის ვეტერანი, ყველა ომის ვეტერანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის. ყველა ომის ვეტერანია, ის ერგნეთში ცხოვრობს დღემდე, 5 შვილის მამა და 1 წამით ერგნეთში ცხოვრობს, იმიტომ რომ ის მოწოდებით არის საზღვრის მცველი, ქვეყნის მცველი და ის ამბობდა ასეთი ფრაზა თქვა, რომ ბოლოს და ბოლოს მართლა რომ რაღაცა დანაშაული მქონოდა ჩაფიქრებული ამ უცნობ პატარა ბიჭებს რატო გავიამხანაგებდი, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობ, ამდენი ვეტერანი მყავს გარშემო მთელი საქართველოს ვეტერანები ამ პროცესებს და კონკრეტულად რა შეედავებიან მათ, ანუ რა ერთად რამე გააკეთეს თუ ანუ რამე აქციაზე მოხდა და ერთად აიყვანა, ერთად რატო არის მათი საქმე, იქნებ რომ გაგვარკვიოთ ცოტათი. ამ შეკითხვებს ძალიან კვალიფიციური ადვოკატები არიან წარმოდგენილი ამ პროცესზე, ცალკე სიამოვნება არის ამ ადვოკატების რატომ შემდეგ მოიწვევ მათაც აუცილებლად. კახა კოჟორიძე. უბრალოდ ზოგადად რო გითხრან, ანუ ბრალდების არსი რაში არის? არის უბრალოდ კომპილაცია. აი, შეიძლება ითქვას, რაღაც ადამიანები დააკავეს და მათი საქმე უბრალოდ გააერთიანეს. ანუ რა შვებოდითო, რასაუბრია? ცევდითო პოლიციელებს და ძალადობა რაში გამოიხატება? არა, ძალადობა ვეფხიასი და ვასო კაძელაშვილის გამოიხატებოდა რაღაც აბსურდულ ვიდეო ჩანაწერში, რომელიც აქციაზეა განხორციელებული, რომლის არც წარმოშობა არის ცნობილი, ან ვინ გადაიღო, ან დამონტაჟებული არ არის დამონტაჟებული, რას წარმოადგენს საერთოდ, რომელიც გავრცელდა როგორც ჩანს სპეციალურად შექმნილ Facebook გვერდზე, რომელსაც დღეს კახა კოჟორიძე ამბობდა, მხოლოდ 4 ლაიკი ქონდა იმ დროისთვის და მანამდე მხოლოდ 1 ფეხბურთელის და 1 ვიღაც მუსიკმომღერლის ფოტო იყო გაზიარებული და შემდეგი ეს ვიდეო იყო გაზიარებული. ანუ სპეციალურად რაღაცა საქმის შესაკერად დაწყებული მოქმედებები იყო და მე იმ დროს აი ეს ის პერიოდია, ყველაზე ცხელი პერიოდი, როდესაც რობოკოპებით არბევენ აქციებს და როდესაც პროტესტი არის ძალიან ემოციური და ძლიერი და იმ დროს ვინც დააკავეს, ალბათ შეგნებულად დაკავებულია ასევე ზვიად ცეცხლაძე, იმიტომ რომ ის მართლა გამორჩეული ოპოზიციონერი, ახალგაზრდა ლიდერია და ბუნებრივია მოხდებოდა სპეცსამსახურების ყურადღების ქვეშ და დანარჩენები უბრალოდ მართლა შემთხვევით მოხვედრილი, გულანთებული ახალგაზრდები, რომლებიც ამ პროტესტში მონაწილეობენ და აი მათ გარშემო შეიკერა ასეთი აბსურდული საქმე, ბმა ერთმანეთთან არ არის, კონტაქტი არასოდეს მათი არ შემდგარა, არც მანამდე და არც იმ, ასე ვთქვათ, აყვანაც ერთდროულად არ მომხდარა, რაღაცა სხვადასხვა მონაკვეთებში მოხდა. აი ჯგუფურად ანუ გულისხმობს, რომ ერთად მონაწილეობდნენ თითქოს რაღაცა. ხო, ამას გულისხმობს კი, იმიტომ რომ სამაკაცმა დაგეგმა და დანარჩენები მონაწილეობდნენ და აბა სხვა რას უნდა გულისხმობდეს ეს ყველაფერი. მაგრამ არაფერი ერთმანეთთან კავშირში არ არის. იმიტომ თქვა ზვიად ცეცხლაძე მის სიტყვები, რომ ჩვენ დაგვეკისრა მტკიცებულებების ტვირთი და არა ბრალდებას, რომელიც უბრალოდ რაღაცას ყვება და ამბობს, რომ აი ესენი რაღაც დანაშაულს
ჩადიოდნენ. დღეს იყო არსებით განხილვაზე გადასვლის წინ სასამართლო პროცესი, თითქოს მოსამართლე ისმენდა გულისყურით ამ არგუმენტაციას, მაგრამ მე ასეთ მოსამართლეებზე კიდევ უფრო მეტად ბრაზდები და წდება გული. სხვათა შორის ჩემი ემოცია განაპირობა კიდევ ერთმა რამემ, წაღამ თქვი, რომ ეხლა რამდენ სასამართლო პროცესზე ყოფილა, რამდენი უსამართლობა მინახავს. ლევან გოგიჩაშვილიც იყო და რაღაც ლევანს რო უყურებდი, აი სულ გამიცოცხლდა მართლა ყველაფერი, იმიტომ რომ მახსოვს ერთად როგორ დავდიოდით ჩვენ გირბლიანის სასამართლო პროცესზე და არა მარტო ცხადია მაშინ რა სასამართლო პროცესები იყო, მერე თვითონ ლევანს და მისი თაობის ახალგაზრდებს, ჩვენი ახალგაზრდული იყვნენ ისინი, რომ აპატიმრებდნენ და მაშინ ჭირდებოდა სიარული და თურმე ეს ყველაფერი იყო ძალიან მცირედი იმასთან შედარებით, რაც გველოდა შემდგომში და აი რა სადაც აღმოჩნდით დღევანდელ მდგომარეობაში. ამაზეც ვისაუბროთ უფრო დაწვრილებით და განზოგადებულად, მანამდე ბატონ ანოსაც მინდა სიტყვა მივცე, ანუ წერეთელი კოალიციას ცვლილებებისთვის წევრი. თქვენ როგორ ფიქრობთ? აი კონკრეტულად ამ საქმეს დეტალებს არ შევეხოთ, მაგრამ ზოგადად რამდენი ადამიანის გამორჩევით და ასეთი მძიმე მუხლის წაყენებით. იგივე ხო ჩემი კოლეგა მზია ამაღლობელს, რომელსაც ასევე რაც შეიძლება და ყველაზე მძიმე მუხლი მოუფიქრეს და ის აუყენეს. ხო, ანუ ამით რის მიღწევას ერთ უკაცრავად იყო ასეთი ამბავიც, რომ მოსამართლეს უთხრეს, რომ მზია ამაღლობელის შემთხვევაში, როდესაც ითხოვდნენ ვიდეო მტკიცებულების დართვას და ჩართვას საქმეში, მოსამართლემ ამაზე თქვა უარი. დღეს აი ეს რაღაცა გაუგებარი ვიდეო მტკიცებულება ვითომ იყო მთავარი ამ საქმეში და ესეც ორმაგი სტანდარტის ძალიან ცხადი გამოხატულება გახლდათ ცხადია. კი ბატონო, დიდი მადლობა მოწვევისთვის, ეთერისთვის. პრინციპში აქ ძალიან მარტივია ყველაფერი, ან თანამედროვე ახლანდელი რეალობის ერთი დადებითი ბჭყალებში რო თქვა, არის ყველაფერი ძალიან მარტივი, იმიტომ რომ ყველაფერი ასე რაღაცა ხონჩით მოგვეწოდება პირდაპირ ეთერში მათ შორის. აი ამ დეტალებზე საუბრით ალბათ ძალიან შორს წავალ და მე ვფიქრობ, რომ აზრს კარგავს. აქ არის ყველა შემთხვევაში, აი თქვენ ვინც ჩამოთვალე და ამის გარდა საბას ყვიტარიძეა ჩვენი ასე თქვა, ჩვენი მეგობარი დაპატიმრებული, არაფერს არანაირი ლოგიკა არ აქვს. უფრო მეტიც ტყუილ მტკიცებულებებზე და ტყუილ ფაქტებზეა დაფუძნებული. ერთ მარტივ მაგალითს გეტყვით, საბა დაიჭირეს დასავლეთ საქართველოში, ხოლო საქმეში დევს, რომ ის დაიჭირეს სადღაც სამართლოსთან თბილისში და ასე შემდეგ. ანუ ამიტომ ამაზე საუბარი მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ დროის კარგვა, უბრალოდ უნდა აღვნიშნოთ ერთი რამ, რომ თუ დააკვირდებით ადამიანებს, რომლებიც ახლა საპატიმროში სხედან, ისინი არიან გამორჩეული ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ რომ ასე ვთქვათ, გავლენა იქონიონ დადებითი კონტექსტის ვამბობ, ანუ შემოიკრიბონ გარშემო მისი მსგავსი მოაზროვნე ადამიანები, ასეთია მათ შორის ზვიად ცეცხლაძეც. მე დანარჩენებს არ ვიცნობ, ზვიადი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ვიცი მე და რამდენჯერმე შევხვდი მას და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ადამიანი, რომლისაცაც არის მომავალი საქართველო, ან უფრო პირიქით ვიტყვი, ახლაც კი, როდესაც ის ციხეში ზის, ახლაც კი აშენებს აი მომავალ საქართველოს, რომლის გულისთვისაც დანარჩენები ქუჩაში დგავართ. არ მინდა ეს რაღაცა პათეტიური გამოთქმები იყოს, მაგრამ პირდაპირ ვამბობ გულწრფელად საკუთარ დამოკიდებულებას, ერთ-ერთი მთავარი мотиваცია, რატომაც მე ყოველდღიურად ქუჩაში ვარ და ჩემი მეგობრები, მათ შორის ვისაც მე ვისი სახელითაც მე ამის თქმა შემიძლია, სწორედ ამ ადამიანების ქცევაა ციხეში და საპატიმროში. მათი წერილები, მათი ყოველდღიურია ეს გამონათქვამები სასამართლოზე იქნება თუ ასე შემდეგ. მე ჩემი მხრივ მინდა ზვიად ცეცხლაძეს უთხრა, რომ რაც არ გვაძლიერებს და ეს არის იმდენად დიდი გამოცდილება, რაც მას სწორედაც პირდაპირ ვიტყვი მის პროფესიაში გამოადგება. მას აქვს ძალიან ბევრი მონაცემი იმისთვის, რომ იყოს წარმატებული იურისტი და წარმატებული მოქალაქეა ის, წარმატებული ადამიანია, უკვე შემდგარი და ჩამოყალიბებული. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მომავალი, საქართველოს მომავალი თუ საქართველოს მომავალი აქვს სწორედ ამ ადამიანების სახელებთან არის დაკავშირებული, ის ვინც თქვენ დაასახელეთ და ის ვინც მე დავასახელე და ვინც კიდევ არ დაგვისახელებია, იქნებიან ესენი თეატრალები, იქნება ის ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც სამშობლოს სიყვარულის გულისხმობს, საკუთარი ექიმები და ყველანი, საკუთარი მოსაზრებები, საკუთარი თავისუფალი სიტყვის გამოხატვისთვის არიან, ხო, დაპატიმრებული. ამიტომ მე ვამბობ კიდევ ერთხელ, საქართველოში აუცილებლად გაიმარჯვებს დემოკრატია, რაც ავტომატურად გულისხმობს, რომ გამარჯვებული მხარე იქნება ის, ვინც ახლა ციხეში ბიძინა ივანიშვილს ყავს დაპატიმრებული. ხო, ეს რატო გონიათ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს დემოკრატია? მოდით ამაზეც ვისაუბროთ, ეს მნიშვნელოვანი თემა არის, იმიტომ რომ ნუ ბევრს ბოლო დროს შევატყო პესიმიზმი, რომ რატო
პირიქით, ოგი ფიქრობს, რომ კი ბელორუსის გზით მივდივართ და ის რომ აქამდე ამბობთ, რომ ჩვენთან არ გამოვა ბელორუსი, შეიძლება ძალიან კარგადაც გამოვიდეს. ბევრი ასე ფიქრობს და თქვენ რატო გონიათ, რომ გაიმარჯვებს დემოკრატია? ჯერ ერთი მე ისტორიკოსი ვარ და რაღაც მოვლენების ანალიზი შემიძლია თუნდაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში რაც ხდება იმას შევხედოთ, არც ერთ პერიოდში მაგალითად ჩემზე დიდებს უფრო გაცილებით კარგად ახსოვს, თუმცა მეც და მე შემდგომში ეს ჩემი ინტერესის სფეროა, არც 90-იან წლებში ეგონათ რომ საბჭოთა კავშირი დაინგრევოდა, ხო, რომ არავის ეგონა მართლა რომ 1991 წელს აი თქვენ ქალბატონო ფიქრია როგორ აპრილის თვეშიც კი არავის ჯეროდა საქართველოს დამოუკიდებლობის, ხო, 9 აპრილმა შექმნა ამ ის რწმენა. მე იყო 2003 წელი ავიღოთ, არავის ეგონა რომ შევარდნაძის ეს რაღაცა საქართველოში ასე ვთქვათ, აი გაბატონებული მდგომარეობა რაიმე სახით დამთავრდებოდა. ქართველი ხალხის დემოკრატიისთვის ბრძოლა არსად არ დამარცხებულა, ეს ქუჩიდან სახლში ქართველი კაცი ამის გარეშე არ დაბრუნებულა. ამის თქმის უფლებას ასევე მაძლევს გარშემო მიმდინარე მოვლენებიც. მოდი ვილაპარაკოთ ამაზეც მოგვიწევს ალბათ საუბარი. ის რაც ახლა ხდება შეიძლება ცოტა ამღრეული პირობებია და ამღრეულია, ხო, რაღაც ომი ამერიკაში გარდამავალი პერიოდი, ანუ ერთი ხელისუფლება შეიცვალა მეორე ხელისუფლებით და მიდის სტაციაობა პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით თუ ამბობ ქართული ოცნების მხრიდან, აი ნარატივების მოპარვის და ისე ასე ვთქვათ, ისეთი ინტერპრეტაციით შემოთავაზებს, რომ სათავისოდ მოყვენ ყველა ეს ამბავი, თუმცა ეს ასე არ არის. უკრაინელების ბრძოლა ამ გამარჯვების ერთ-ერთი მყარი საფუძველი, იმიტომ რომ უკრაინელების ბრძოლა უნდა დასრულდეს აუცილებლად უკრაინელების გამარჯვებით, რაც ავტომატურად გულისხმობს ამ რეგიონში მშვიდობის დამყარებას. მშვიდობა დგას, მოდი პირდაპირ ამაზეც წინასწარ ვიტყვი თუ მე ჩავშლით ხო რაღაც ტრამპის მთავარი გამონათქვამი რის გულისთვისაც ის ხელისუფლებაში მოვიდა ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით არის ის რომ მომავალი სამყაროსი არის მშვიდობა. და ახლაც რასაც ისინი ყოველდღიურად აკეთებენ არის ის რომ მიაღწიონ აი ამ ჩვენთვის მნიშვნელოვან რეგიონში და ამყარონ მშვიდობა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დემოკრატია. ნუ ძლიერი ამერიკა ავტომატურად გულისხმობს ძლიერ დემოკრატიას. ისე დაიწყო რომ ბევრს პირიქით იმედები გაუცრუდა და ბევრი დააფიქრა რომ სწორედაც რომ ამ ტრამპის პერიოდში შეიძლება საქართველოს იქცეს ბელორუსად. იმიტომ რომ მისთვის შეიძლება საერთოდ არ აღმოჩნდეს დემოკრატიის დაცვა პრიორიტეტი და სხვა რაღაც პრიორიტეტები აქვს. იცით, აქ ორი მხარეა. ერთი არის როგორ გამოვიყენებთ ჩვენ საერთაშორისო მდგომარეობას საქართველოში კონკრეტულად ჩვენი ბრძოლისთვის, ხო? ჩვენი ბრძოლა გვაქვს მოსაგები, ამას გულისხმობ ბიზინა ივანიშვილი არის დასამარცხებელი ჩვენი. ქართველებმა თავად ის ვინც ქუჩაში დგავართ პოლიტიკური პარტიები, ხალხი რომელიც აი აგერ რა ვიცი 104 დღეა, ხო, 105 დღეა უკვე ქუჩაში დგას, ამ ხალხის დასამარცხებელია ბიზინა ივანიშვილი. როდესაც მე ვლაპარაკობ საერთაშორისო მდგომარეობაზე, ეს არის შესაძლებლობა, რომლის გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია. აი ახლა ყოველდღიურ რეჟიმში იწერება, ხო, რაღაც თუნდაც იგივე მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის შეიძლება ნელა, მაგრამ მაინც წინ მიდის თუნდაც იგივე სანქციები, რომელიც ნამდვილად უჭერს იმ ხელისუფლებას, რომელსაც ჩვენ ახლა ვიბრძვით, მე ვგულისხმობ ბიზინა ივანიშვილს. ამიტომ ნახოთ აი ეს რაღაცა ისევ გავიმეორებ ამღრეული წყალი, სადაც შეიძლება რეალობის ისე გამოყენება, რომ საქართველოში დემოკრატიამ ერთხელ და სამუდამოდ გაიმარჯვოს. რატომ? იმიტომ რომ სრავს გულისხმობ ერთხელ და სამუდამოდ. ეს არ გულისხმობს იმას, რომ მეერე საქმე არ იქნება, არა. უბრალოდ გულისხმობს იმას, რომ ჩვენი გზა შეუცვლელი უნდა იყოს დასავლეთისკენ მიმავალ. ქალბატონო ფიქრია, თქვენ რამდენად იმედიანად ხართ განწყობილი ამ სიტუაციაში? ეთანხმებით რომ დემოკრატია გაიმარჯვებს უახლოეს მომავალში. აი იგივე სასამართლო პროცესიდან დაწყებული ტრამპით დამთავრებული. ყველაფერი ამ შემადგენელით რაც ხდება. ანუ რაც ხდება ქვეყნის შიგნით, რაც ხდება ქვეყნის გარეთ. გვეუბნებოდნენ ხოლმე რომ ჩინური წყევლის ამბავია საინტერესო დრო და ძლიერ ჩინური წყევლა. თქვენ განსაკუთრების ინტერესში მოგიწევთ. მოხვედრილი, მაგრამ ვეთანხმები ვანოს იმაში რომ შესაძლებლობებს ქმნის ეს ყველაფერი და რა გაგებით რომ გარკვეულწილად რაღაცა დაწყობილი სიტუაცია რომ აიშალა შეიძლება ითქვას ხო მაგიდა აყირავდა და რაღაცა მომენტში ყველას გაუჩნდა უწონადობის მდგომარეობა ხო და არა მარტო ჩვენი მდგომარეობა ცუდი, მძიმე და სავალალო იმიტომ არის რომ
ასეთ ვითარებაში, როდესაც მდგრადი განვითარების სახელმწიფოები ძლიერი ეკონომიკებით და ძლიერი უსაფრთხოებებით შიგნითაც ფიქრობენ და ერთმანეთსაც უზიარებენ, რომ აი ამ ახალ დროში როგორი მექანიზმები შეიქმნას უსაფრთხოების იმისა, რომ გაწონასწორებული სისტემა შეიქმნას, უფრო დაცული სისტემა შეიქმნას და ასე შემდგომ. ამ დროს ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ? ჩვენ გვყავს ივანიშვილი, რაღაცა გაუგებარი წარმოდგენების ავტოკრატი, დიქტატურისკენ უკვე გადადგმული ნაბიჯებით, არალეგიტიმური ხელისუფლება და ესეთ ვითარებაში, აი, როდესაც ამერიკაში ასეთი ამბავი ხდება, ევროპაში, ევროპისკენ ხო ჩაგვეხერგეს გზა და ყოველდღიურად ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ყოველდღე ახალ პარტნიორს ვიძენდეთ. ყოველდღე ვხვდებოდეთ მთელი ჩვენი დიპლომატიური კორპუსი და სამთავრობო და საპარლამენტო შემადგენლობა უნდა იყოს დაძრული ეხლა მთელ მსოფლიოში და უნდა ვეძებდეთ პარტნიორებს და ჩვენს ხედვას უნდა ვთავაზობდეთ და ჩვენს თავს უნდა ვთავაზობდეთ კარგი გაგებით როგორც უსაფრთხოების თუ ეკონომიკური კეთილდღეობის რაღაცა ფორმულებში აუცილებელ და საჭირო ელემენტს. და ამ დროს ჩვენ რა უსიშროების საბჭო უსაფრთხოების საბჭო ქვია მე მგონი ახლა საერთოდ ხო საერთოდ აი რომ შეკრებილი იყო რაზე უნდა ემსჯელა ამ ხალხს აი ამ კარიკატურებს რაზე უნდა ემსჯელათ ხო წარმოუდგენელი არის ასეთი რამ ამ პარლამენტმა რაზე შეიძლება იმსჯელოს გურიაში სტიქია იყო და deep state-ზე აცხობდნენ ერთმანეთზე მიყოლებით ტექსტებს და აზრად არ მოსდიოდათ რომ ხელისუფლება ქვიათ თავისი წარმოდგენით მაინც ხო ქვიათ და ხალხს რომ დახმარება ჭირდებოდა და ეს რომ ხელისუფლების მოვალეობა ამასაც კი ვეღარ ხვდებიან. უბრალოდ შეუძლებელია ჩვენ უნდა მივხვდეთ ერთ რეალობას და დავინახოთ უპირველეს ყოვლისა ქართული ოცნების წარმომადგენლებმა კი არა უпростоრად მათ რო ხმა მისცეს ჯერ კიდევ რაღაც იმედები რო კონდათ იმ ხალხმა უნდა დაინახოს რომ ქართული ოცნება არის ის პოლიტიკური ძალა რომელსაც არანაირი სარგებლის მოტანა უკვე რეალურად აღარ შეუძლია საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის. წარმოუდგენელია უბრალოდ რომ ეს ძალა ეხა ისე გარდაისახოს რომ რაღაცა ნორმალურ გავიგე მაგრამ სამაგეროდ ისინი ახერხებენ რომ ხელისუფლების კონსოლიდაცია მოახდინონ უფრო ჭანჭიგები უფრო მოუჭირონ ყოველდღიურად ახალი კანონები მიიღონ და ასე შემდეგ წავიდნენ ამ გზით მე რა ისინი ამას კი ახერხებენ და მხოლოდ თავიანთ ძალაუფლებაზე ფიქრობენ მაგრამ ხალხმა ხო საკუთარ თავზე უნდა იფიქროს ჩვენი ქვეყანა როგორ უნდა გადარჩეს როგორი უნდა იყოს მისი ფუნქცია, როგორი უნდა იყოს მისი უსაფრთხოება, ესენი რაღაცა სულ რაღაც გაუგებარ deep states რომ ებრძვიან აქ და ეს არის მთავარი ამოცანა ჩვენი და კეთილდღეობასაც ეს უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოებისაც, ოჯახების დაცულობასაც, ქვეყნის უსაფრთხოებასაც ეს უზრუნველყოფს თუ რა. ჩვენ ერთადერთი რამ ვიცით რომ ისინი მხოლოდ საკუთარ ფინანსურ კეთილდღეობას უზრუნველყოფენ. მეც ვერაფერს დედამიწის ზურგზე. ამიტომ საქართველოს თავს უნდა უშველოს ამ ვითარებაში. მაგალითად, ბევრი საუბარი იყო ახლა ანაკლიაზე. ანაკლია პირდაპირ შეიძლება ითქვას, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგვიდეს თავიანთი უახლოესი, ასე ვთქვათ, სურვილების და გეოპოლიტიკური განაცხადების საითკენ მიდის, ხო? პანამის არხთან დაკავშირებით აი ამ დიდ პორტებთან მიმართებაში რაც მოხდა. საქართველოს ახლა უნდა იყოს იმას კი არ უნდა დაგვდებდნენ ახლა იმას რა ქვიან მამუკა ხაზარაძემ უпростоრად კონსორციუმმა ბაჟი რომ გადაიხადა სასამართლოში რომ ეს რაღაცა უბედურებად მონათლონ. უბედურება ის არის რომ ქართულმა სახელმწიფომაც გადაიხადა ბაჟი არა მარტო კონსორციუმმა, იმიტომ რომ სასამართლო ანაკლიის სპორტის გაჩერებას დაახარჯეს ფული და არა ანაკლიის სპორტის აშენებას. დღეს მთელი ქართული სახელმწიფო მთავრობა, დიპლომატიური კორპუსი უნდა იყოს ამერიკის ადმინისტრაციასთან აქტიურ სამუშაოში ჩართული ლობისტებიც თუ არსებობენ ამ ლობისტების მეშვეობითაც და ასე შემდგომ რომ აგერ ბატონებო ანაკლია გვაქვს ჩვენ და ანაკლიაში შეიძლება ჩავდოთ ეკონომიკური გაძლიერების და უსაფრთხოების უდიდესი ინსტრუმენტები. რატო არ ვაკეთებთ ამას? ამას ვერ გააკეთებს უკვე ის ხელისუფლება. დიდი ამან ჩინელებს შესთავაზოს, ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შესთავაზოს, ნორმალურ ჩინურ ინვესტიციაზეც კი არ არის ლაპარაკი და რატომ გონია რომ ამ ქვეყანაში გაიმარჯვებს დემოკრატია მაინც? იმიტომ რომ მაგალითად გუშინ თუ 3-3-ზე პროექტში ჩართვაზე სკამი გქონდა ცარიელი და ამას გვთავაზობდნენ, ხო?
ამ 3-3-დან ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები, მაგალითად თურქეთის სახით, ეხლა უსაფრთხოების სხვა კონფიგურაციებზე ლაპარაკობენ და სხვა ამოცანები ჩნდება ყველას წინაშე და ჩვენ არ ვართ იმისთვის გაჩენილები, რომ რუსეთს რა მოეწონება და რუსეთს რა გაუხარდება საქართველოში, მხოლოდ ამ ამოცანას პასუხობდეს ქართული სახელმწიფოს განვითარება. ამ ქვეყანას აქვს დიდი მომავალი და ძალიან სერიოზულად ზღავს ყველა, ვინც ამ მომავალს სერიოზულად ჩაეხერგა წინ და აი აქ რაღაცა ღალატზე ხშირად არის ხოლმე ლაპარაკი და კი ბატონო, როგორც ხელისუფლება ამბობს, თქვენ კი არ ფიქრობთ საკუთარ ინტერესებზე, არამედ ამერიკის ან არ ვიცი, deep state-ის ინტერესებზე და ეს ანაკლი სპორტის შეთავაზებას მაგ კონტექსტში გაიყვანა პოლიტიკა, სწორედ ის ინსტრუმენტია და პოლიტიკური გათვლები და პოლიტიკური სულები სწორედ იმას ნიშნავს, რომ შენი ქვეყნის ინტერესი გქონდეს კარგად გააზრებული და დანახული და შენი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე ეძებდე პარტნიორებს. სწორედ ასეთ პარტნიორობას გულისხმობ მე და ანაკლია სწორედ ასეთი პარტნიორობის შესაძლებლობას იძლევა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ევროპულთან საერთოდ დიდი ინვესტიციები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის და ჩვენი დაცულობისთვის. მშვიდობას რო ლაპარაკობს ქართული ოცნება, ეს მშვიდობა ხო არ არის, ეს ხო ფეიქ მშვიდობა არის. ჩვენ რაღაცა ყოველდღიურად ისინი deep state-ით გვაშინებენ და დანარჩენ საფრთხეს ჩვენ თვითონ ხედავთ, რა საფრთხეც გვაქვს, ხო? და ჩვენ გვინდა დაცული, უსაფრთხო, გარანტირებული ცხოვრება. კეთილდღეობით, ეკონომიკური თუ სოციალური დაცულობით. ვერც ერთ ამ ამოცანას ქართული ოცნება ვერც აქამდე პასუხობდა. ვერც არჩევნები რომ მიითვისა 28 ოქტომბერს მაშინ უპასუხა ცხადია. აგერ გავიდა რამდენიმე თვე და რას ხედავთ ხო სად მიდის ეს ქვეყანა და ვის აქვს ილუზია იმისა რომ ქართულ ოცნებას შეუძლია რაიმე სადმე რამე მიმართულებით ნორმალურად დაალაგოს. ერთი ადამიანი ჩვენ რო სერიოზული პრობლემა გაგვიჩნდეს ღმერთმა პრობლემები უამრავი გვაქვს მაგრამ აი არის რაღაცა კატეგორიის პრობლემები. ერთი სახელმწიფო აღარ არის რომელსაც ისინი დაურეკავენ, დაუკავშირდებიან, ელჩებს თხოვენ ან დახმარებას ან თანადგომას და ასე შემდგომ, იმიტომ რომ მათი, ასე ვთქვათ, მთავარი პოლიტიკური ბექგრაუნდი უკვე არის ის, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს თავს ესხმიან, ლანძღავენ, თათხავენ, ერთადერთი ჩვენ არ გვინახავს, რომ მათ თუნდაც ოკუპაცია ეხსენებინოთ და რუსეთის მიმართ რაიმე, აგერ ბიძინა ივანიშვილის ბოდიშის სანაცვლოდ უკვე საზღვრის დემარკაციას ითხოვს რუსული მხარე აფხაზეთის მიმართულებით და სამხრეთ ოსეთის ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს რეკლამა და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და გავაგრძელებთ ამ თემებზე საუბარს. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში, საუბრობთ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, ჩვენი სტუმრები არიან ვანოწერეთელი, კოალიციას სრულებების წევრი, ფიქრად შეხვედრაზე კოალიციის ლიდერი საქართველოს წევრი, ბატონო ეხლა თქვენთან გადმოვალ. აინტერესებს საბოლოო ჯამში ეს სიტუაცია, რომელიც ახლა ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა, ჩვენ ვისაუბრეთ პატიმრებზე, ამ საქმეებზე, რომელსაც აქციაში მონაწილე ადამიანები ყავთ, ხო, დაკავებული მძიმე ბრალდებებით და მთელი ეს გარემო, რომელიც მან შექმნა, ახდენს თუ არა რაღაც გავლენას ზოგადად პროცესზე, ამ აქციაზე, აქციის მიმდინარეობაზე იწვევს თუ არა ზოგის დაშინებას, ზოგის ქვეყნიდან წასვლას და ამ პროცესის რაღაც მინავლებას. და ამ პროცესში რა როლი გაქვთ ოპოზიციურ პარტიებს? ხედავთ თუ არა თქვენს თავს ატხედავთ აქ გარდა იმისა, რომ სასამართლო პროცესებზე დადეხართ, ეთერებში დადეხართ და ასე შემდეგ. ხო, კარგი კითხვა, ბევრი საშუალება იქნება რომ გავშალოთ. ნახეთ, აი დავიწყოთ იმაზე, რაზე უნდა დადგეს ჩვენი მომავალი გამარჯვება, აი ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე, რომ როგორ და რა სახით უნდა მივიდეთ ამ გამარჯვებამდე. მოდი ნახოთ ის, რაც გვიჭირავს ახლა უკვე ხელში, ანუ რასაც უკვე მივახციეთ. ამაზე საუბარი შეიძლება, იმიტომ რომ ერთის მხრივ ჩვენ ვხედავთ და ამის გამარტივება არ შეიძლება, რა თქმა უნდა, რომ ქართული ოცნება, რომელიც არის რუსული ძალაუფლების გაგრძელება საქართველოში, რთული მტერია, მოდი ასე ვთქვათ, ასე ვილაპარაკოთ ჩვენ, ამის გამარტივებას არავინ ცდილობს. თუმცა აი თქვენ ახსენეთ კანონები, ის რასაც აკეთებს მიტაცება ხელისუფლების ყველა შტოში და ასე შემდეგ. მეორე მხრივ იმას ახდენს, რომ
ლეგიტიმაცია სრულად დაკარგა ქართულმა ოცნებამ. სწორედ ამ გზამ, რომელ გზასაც ის დაადგა დემოკრატიის სრული განადგურება საქართველოში, ამან გამოიწვია მეორეს მხრივ ის, რომ აბსოლუტურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია მან დაკარგა როგორც საქართველოში შიგნით, მოსახლეობის გულისხმობ, რომელიც ქუჩაში დგას, ასევე რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, დაკარგა საერთაშორისო თანამეგობრობის თვალსაზრისით. ანუ ახლა ყველა საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში არის ხელისუფლება, რომელმაც არამხოლოდ მიიტაცა არჩევნები, არამედ ხელისუფლება, რომელიც ყოველდღიურ დარჩა მარტო, მოდი პირდაპირ ვილაპარაკოთ, ამის ნათელი მაგალითი არის საპარლამენტო სხდომები, რომლებიც ახლა რაღაც ეგრეთ წოდებული საპარლამენტო სხდომები, რომელიც ყველაფერი არადარდებს. მარტო არიან. არ ვიცი, ასე მარტივად მე ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ გამოჩნდა უკვე რომ მათ დაიწყეს საუბარი ოქტომბერში დანიშნულ არჩევნებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მათ ეშინიათ მათთვის ეს გამოწვევაა. იმიტომ რომ თუ ისინი ისევ მარტო დარჩებიან ამ არჩევნებში, მაშინ განმტკიცდება მათი ეს არალეგიტიმურობა, იმიტომ რომ თვით არ არსებულ რუსეთსაც კი ჭირდება ლეგიტიმაცია. ანუ საბჭოთა კავშირის მერე ერთპარტიული პარლამენტები კომპარტიის გარდა ძნელად თუ მოიძებნება სადმე ხო, რაღაც ჩრდილოეთ კორეაში და ასე შემდეგ. ლეგიტიმაცია მათ ნამდვილად ჭირდება და ეს ყველაზე მეტად აწუხებთ, ამიტომაც მოდი ამ სიტყვას გავიმეორებ, ყველანაირ ხერხს ეცდებიან ახლა იმისათვის, რომ ეს ლეგიტიმაცია რაღაცა თვალსაზრისით დაიბრუნონ. აი თქვენ კითხვა დასვით და მე იმასთან დაკავშირებით, რომ მინავლების გზაზე ხომ არ დგას, ეს ნამდვილად არ არის ასე, მარტო ერთი რამის აღნიშვნა ღირს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი საჯარო მოხელეებს ასე ვთქვათ, ქუჩაში ყრიან ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, საერთოდ არ აკვირდება რა გამოცდილება აქვს ადამიანებს, რა დახარჯა სახელმწიფომ ამ ადამიანების ჩამოყალიბებისთვის, როგორი პროფესიონალები არიან, ისინი ამ ხალხს უმოწყალოდ უშვებენ ქუჩიდან, სხვათა შორის ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პრეზენტაცია თუ როგორ ვხედავთ ჩვენს თავს აი ამ პროცესში საჯარო მოხელეებთან მიმართებაში როგორ ვხედავთ მათ მხარდაჭერას და იმას რომ ეს ადამიანები არ დაიკარგნონ აი რაც თქვენ თქვით ხო რაღაც დიდი შანსია რომ ეს პოტენციურად კარგი პროფესიონალები საქართველოსდანაც კი წავიდნენ იმიტომ რომ ადამიანებს მუშაობა შემოსავალი ჭირდებათ ამიტომ აი ამის პასუხი არის ვთქვათ ერთგვარად ისიც სად ვხედავთ ჩვენ თავს ოპოზიციური პარტიები ერთი სწორედ ეს გახლავთ და ხვალ საღამოს თქვენ ამას ნახავთ წარვადგენთ სწორედ აი ამ ხედვას მეორე რაც გამოიწვია ქართული ოცნების ამ ქმედებამ გამოიწვია ის რომ საქართველოში ოპოზიციურმა პარტიებმა დაიწყეს საუბარი როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ არ ვაპირებთ რომ ერთ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდეთ თუმცა გენერალურ მიმართულებებში ჩვენ თანხმდებით თუნდაც აი ქართული ქარტია პრეზიდენტის გარშემო შექმნილი ქართული ქარტია რომლის ერთ-ერთი წარმატებაც არის სწორედ აი ეს არალეგიტიმურობა ქართული ოცნების ხელისუფლების და არაღიარება საერთაშორისო მასშტაბით. აი ეს ნახავდით ალბათ ხო ჩვენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ახლა ამ კვირაშიც იმყოფებოდნენ დასავლეთში ძალიან კარგი შედეგებით დაბრუნდნენ ისინი ამ შედეგებზეც იყო საუბარი და თქვენ შეგიძლიათ თუ დამატებით გაინტერესებთ ის ადამიანები მოიწვიოთ და ელაპარაკოთ იმიტომ რომ ის რაც დასავლეთში მიიღწა ხო ის რასაც დასავლეთში ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან მივაღწიეთ ესეც პოლიტიკური პარტიების ერთგვარად აი ესე კოორდინირებული მუშაობის შედეგიც არის, იმიტომ რომ თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ დასავლეთი ჩვენი პარტნიორები სწორედ ამას როგორ ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა მათთვის არის ის, რომ ერთიანობა იყოს საქართველოს აი ამ საქართველოს ამ ოპოზიციური კუთხით. და ისინი აღიარებენ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ პრინციპში ამაში ძალიან გაგვიმართლა დარჩა საქართველოში დასავლეთთან ბმის ან გულისხმობ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს როგორც ინსტიტუტს რომელიც ერთადერთი ინსტიტუტია როგორც დემოკრატიულობის რაღაცა ნაპერწკალი საქართველოში და ამას ვართ მნიშვნელოვნად ჩა. ბატონო და ეს როგორ წარმოგიდგენიათ თქვათ თქვენს პარტიას რაღაც ამ სალომე ზურაბიშვილის როლი ამ ყველაფერში და ეს ერთიანობა შესაძლებელია თუ არ არის იმიტომ რომ როცა საუბრობთ რომ არ იქნება თქვათ რაღაც ერთიანი პოლიტიკური თქვათ გუნდი და ასე შემდეგ მე ხაფუს ვაკითხავ მაშინ აი ერთიანობაზე ვლაპარაკობთ ხო მარტო კონსულტაციებზე ხო პარტია არ იქნება და ასე თუ მარტო რაღაც კონსულტაციებზე ვლაპარაკობთ ხა კონსულტაციები ყოველთვის შეიძლება მაგიდასთან დავსხეთ და ვილაპარაკოთ ხო რა ფორმა შეიძლება ამას კონდეს რა არის მომავალში როგორ ხედავთ თუნდაც თქვენი პარტია მოგეხსენებთ ჩვენ ამის თაობაზე არაერთხელ გვითქვამს ხმამაღლა რომ ჩვენ ხედავდით 4 ბარიერგადალახული პარტიის
ერთობლივ ქმედებების აუცილებლობას. ჯობდა რომ უფრო მტკიცე და უფრო მყარი ნაბიჯებით გვევლო აქამდეც ამ მიმართულებით, მაგრამ როგორც ჩანს რაღაცა დრო ჭირდება მაინც ასეთი ამბის მომწიფებას. ვეთანხმები ვანოს იმაში, რომ საერთაშორისო მიმართულებით გამოვიდა კარგი თანამშრომლობა და ამ კარგი თანამშრომლობის შედეგებიც ნახეთ ჩვენ, მათ შორის სტრასბურგში, რაც მოხდა, ვთქვათ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ქართული ოცნებისთვის საპარლამენტო ასამბლეის მიერ ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილების აღიარება მათთვის იქნებოდა ერთ-ერთი საყრდენი წერტილი იმისა, რომ რაღაცა ტიპის ლეგიტიმაციას მოჭიდებოდნენ და იქაც კი აი ამ ერთობლივმა მუშაობამ არა მარტო პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოების და ეს იყო ცხადი, არა მარტო ამ ლეგიტიმაციას გაუჩინა პრობლემები, არამედ პირდაპირ ჩაიწერა რეზოლუციაში და აპრილისთვის განისაზღვრა ვადა ახალი არჩევნების თარიღის განსაზღვრა და მხოლოდ ამის შემდგომ მოხდება საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა. დელეგაციის და არა საქართველოს მათ ქართულ ოცნებას კი უნდა წარმოადგინონ ესე რომ თითქოს საქართველოს მტრობა არის ეს ყველაფერი. არა. საქართველოს მტრობა ის კი არ არის რომ დემოკრატიისთვის იბრძოლო. საქართველოს მტრობა არის, როდესაც ერთი პოლიტიკური ძალა უკანონოდ ჩაიგდებს ძალაუფლებას ხელში და რასაც უნდა თვითონ ისე ჭრის და კერავს. და ასეთი ძალის ხელისუფლებიდან და ძალაუფლებიდან ჩამოშორება არის საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესი და ამისთვის ქვეყნის გარეთ რაც არის საჭირო, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ქვეყნის შიგნითაც იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი კოორდინაცია ამ მიმართულებით იქნება, იმიტომ რომ საკმაოდ დრო გავიდა, უკვე ჩვენ რეალურად დავინახეთ, რომ ქართული ოცნება კი ვამბობთ, რომ ახლა ის განამტკიცებს და ყოველდღიურად, მაგრამ მათი ისტერიკის მაჩვენებელიც არის ეს, რომ მაგალითად ხალხი მაინც გამოდის ქუჩაში, ვცემოთ, მაინც გამოდის ქუჩაში, დავაპატიმროთ, არა მაინც გამოდის ქუჩაში, ჯარიმები დავაკისროთ, მაინც გამოდის ქუჩაში, მოდი ახლა დაუყადაღოთ ქონებები, მანქანა წავართვათ, ანგარიშებს ყადაღა დავადოთ და ასე შემდგომ. აი სრული ისტერიული ქმედებებია საჯარო სამსახურიდან გავყაროთ ადამიანები, სტუდენტებს, ამაზე მინდოდა აუცილებლად რომ მეთქვა, რაც თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტების წინააღმდეგ განხორციელდა, ეს არის, მე არ ვიცი ხა, დღეს ვიღაცები კითხულობდნენ მათ შორის სოციალურ ქსელში, რომ აი 9 აპრილსო ან 14 აპრილს თუ გახსოვთ ეგეთი ამბავიო, 14 აპრილს მე არ მახსოვს, მაგრამ ვიცი რომ არ მომხდარა ასეთი რამ. 9 აპრილს ასეთი რამ არ მომხდარა, რომ ეროვნულ მოძრაობაში მონაწილეობის, პროტესტში მონაწილეობის გამო ვინმე გაერიცხა და რატო არ მომხდარა? არა იმიტომ, რომ საბჭოთა წყობილებას არ უნდოდა რომ ეს გაეკეთებინა და პროტესტი ჩაეხშო. ერთი რომ სტუდენტობა იყო ძალიან ძლიერი აქტორი და შემადგენელი და მაინც და მაინც ვერ სამწუხაროდ თლათ ასე არ არის და ალბათ უფრო მეტია მიმართულებით საჭირო და მასწავლებლების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მაშინ იყო ჩვენს მხარეს და ბუნებრივად საქართველოს დამოუკიდებლობის მხარეს და რა დასანანია რომ თეატრალურ ინსტიტუტში აღმოჩნდნენ ადამიანები, მასწავლებლები, მადლობა ღმერთს რომ სტუდენტი ვინც იყო წარმომადგენელი თვითმმართველობის, მან არ მისცა ხმა ამ ძიმე გადაწყვეტილებას და იმედი მაქვს რომ ეხლა მაინც მიხვდებიან რექტორი იქნება თუ არ ვიცი მის გარშემო შეკრებილი ადამიანები რომ ეს ველურობა არ განახორციელონ. ეს საბჭოთა პერიოდიც კი მეზედმეტება რო თქვა, აი რაღაცა 37-იანი წლების რეპრესიების, მაგვარი რეპრესიებით უნდათ რომ ეს ჩაახშონ. აი მართლაც გულისამრევი, ამაზრზენია ის რაც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ თვითონ თეატრალურ ინსტიტუტშიც გამოიძებნება სტუდენტური რესურსი რომელიც საკუთარ სტუდენტებს კოლეგებს გვერდით დაუდგებიან და სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც, იმიტომ რომ ჩვენ ამ ტიპის სახელმწიფოში, როგორი სახელმწიფოს მოდელსაც ვიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება
გვთავაზობთ. არა მარტო სახელმწიფოებრივი და დემოკრატიული მომავალი არ აქვს. თითოეულ ადამიანს აღარ აქვს მომავალი. ჩვენ რა ვნახეთ? მაგრამ როგორც ჩანს, მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას ასე არ უყურებს. არა, ეს ასე არ არის. ნაწილი, დიდი მცირე რაღაც ნაწილი მოსახლეობის ამას უყურებს იმ თვალით, რა თვალითაც ქართული ოცნება, რომ ეს არის პირიქით რაღაცა ბრძოლა, არ ვიცი, deep state-ის წინააღმდეგ, მასონების წინააღმდეგ, ლიბერალების წინააღმდეგ. ძალიან ცოტა არის ასეთი პროცენტი, რომელიც პროპაგანდის ზემოქმედების რაღაცაზე ხო დგას. სხვა რამეს ვამბობ. ის ვინც ხმა მისცემ, მაგრამ დიდად არ არის ქართული ოცნების მომხრე და კვლევებშიც ჩანს, ხო? როგორ შეიძლება 85% ბოლო ძალიან ესეთი რეპრეზენტატიული კვლევა იყო, ხო, რომელიც გამოქვეყნდა ევროპისკენ საქართველოს სვლის მომხრე იყოს და აქედან ხო საქართველოს ოცნების ამომრჩეველიც არის გარკვეული. ხო, ესე ყავთ ეს ხალხი. არა, ესე არა. დაჯერებულო ისინი არის რაღაცა სხვა ევროპის მომხრები და არა ასეთი ევროპის. 2024 წელს შეიძლება კიდე და სამწუხაროდ კიდევ გაყიდა ქართულმა ოცნებამ, მაგრამ ამის შემდგომ ის ვეღარ გაყიდეს, მშვიდობასაც ვეღარ გაყიდეს, იმიტომ რომ ეს მშვიდობა არ არის, ეს არის სუროგატი მშვიდობისა, რომელსაც ისინი გვთავაზობენ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეხლა როდესაც გუშინ აი ამ ჩიკვაიძის საქმეს უყურებდით და მისი ინტერვიუ ნახეთ. მანამდე რატო გაუჩნდა ხალხსთან გრძნობა და თანადგომა ბაჩიაშვილისა, ხო? მანამდე ხო მას დიდი ისეთი საზოგადოებრივი თანადგომა თითქოს არ ჰქონდა, რომ უსამართლო სისტემისგან მან მოახერხა და რაღაც გათვლებით თავი დაიხსნა და მეც და ჩემს გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი თუ მანამდე მას არ გულშემატკივრობდით, მე დავიწყეთ მისი გულშემატკივრობა, იმიტომ რომ არავინ არ გემეტება იმისთვის, რომ ამ ხორცაკებმა მანქანამ აი ეს ჩაიქრიეს და ბოლოს ვიკითხავ. ხო, დღეს სააკაშვილს ასე ვთქვათ, წაუყენეს ბრალი და ხართ მათი პარტიის წევრები ამბობენ, რომ თუ სხვები არიან პოლიტპატიმრები, სააკაშვილი რატო არ არის პოლიტპატიმარიო და თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? მეც ფიქრობ, მე სააკაშვილთან 9 წელი ვიყავი ოპოზიციაში და პიჯაკების გამო მასთან ოპოზიციაში არ ყოფილვარ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ 9 მილიონს ედავებიან, მაგრამ არა, 9 მილიონს მანამდე 19 მილიონზე ლაპარაკობდნენ მოპარვაზე. ეხლა 9 მილიონზე გაფლანგვაზე ლაპარაკობენ, ანუ სტუმრებისთვის და ასე შემდგომ საერთაშორისო რაღაც წარმომადგენლობით ხარჯებში დახარჯვაზე, მაგრამ ხუკეთში დასვენება და რაღაც პროცედურები და ასე შემდეგ. ალბათ ძალიან ბევრი გადაწყვეტილება. შვილის სწავლის ფული და ასე შემდეგ. მე იმდენი რამე მაქვს სააკაშვილთან მოსადავებელი და არავისთან არ მალავდი, რომ ამას ვედავებოდი მთელი 9 წლის განმავლობაში, მაგრამ რასაც ქართული ოცნება ედავება, ბედის წერა ალბათ და ბედის ირონია ისიც, რომ მურუსიძე ჩინჩალაძის სასამართლოში ხდება ამის გადაწყვეტა და ყველამ უნდა იცოდეს მომავალში ხელისუფლებაში ვინც იქნება, რომ ეგონება, რომ თავისთვის ქმნის რაღაცა დამცავ სისტემას, ის სისტემა მასაც შემოუბრუნდება და სააკაშვილსაც შემოუტრიალდა ეს მურუსიძე ჩინჩალაძის უსამართლო სასამართლო, მაგრამ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ მომავალში სააკაშვილიც, ფიქრიაც, მერაბიც, ვანოც და ნებისმიერი აი ვისაც დღეს გულშემატკივრობთ სასამართლო პროცესებზე, უსამართლო სასამართლოს მსხვერპლი არ გახდეს არავინ, იმიტომ რომ სადაც ბატონობს უსამართლობა, იქ მართლა დამნაშავეც კი ვერ იქნება ბოლომდე მხილებული დანაშაულში, იმიტომ რომ წამყვანი თემა არის უსამართლობა და დღეს ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია სააკაშვილიც კიდევ ვიმეორებ მას საზოგადოება წინააღმდეგობას პიჯაკების საქმის გამო არ უწევდა მთელი 9 წლის განმავლობაში. ჩემი აზრით ამ საკითხშიც დეტალებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი, არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარი. ეს არის დაზეპირებული ტექსტი. ეს ასეა, ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ ჯერ მარტო ამ ცხრიანების მუდმივ გამოყენებას მის საქმეში ძალიან კარგად ეტყობა ეს პროპაგანდის საფუძვლები, ხო? ეს რომ ადამიანებს ეს თითქოს სისხლიანი ცხაწელი. მარტო ამ ცხრიანების გამოყენება და წეღან თქვი და გავიმეორებ ამას კიდევ, რომ ეს არის აბსოლუტურად ჭორებზე აგებული, აი ყვითელი პრესასავით მუშაობს ეს საქმე. არა, ნახეთ, ანუ ჩემთვის ძალიან ბევრი კითხვა არის მას. კი, ნახეთ რას ვამბობ. არა მხოლოდ პიჯაკების თემა არის. უბრალოდ აქ მეორე საკითხი შემოდის მართლაც, რომ ამ უსამართლო სასამართლოს პირობებში
რამდენად შეიძლება დადგინდეს სიმართლე. არა, რას ვამბობ? ჭორებს რას გულისხმობ? არცებითი და მნიშვნელოვანი საკითხები კი არ არის წამოწეული. არამედ ისეთი საკითხები ყვითელი პრესა უბრალოდ არ მიხსენებია, რომლებსაც ადამიანები გაცილებით მარტივად იმახსოვრებენ. მოგონილი რუსულ პროპაგანდაზე დამყარებული თითქოს რაღაც დანაშაულები. ხო რაღაც თუნდაც იგივე პიჯაკების საქმე რატო დაერქვა მას? ხა თუ არის ადამიანი დამნაშავე, როგორ შეიძლება რომ მას არ მოუძებნო რეალურად დანაშაული რაც აქვს? და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის პოლიტპატიმარი და ისევე როგორც სხვა პოლიტპატიმრები საქართველოს არ უნდა ყავდეს პოლიტპატიმარი. მოდი ამას ასე დავუსვათ წერტილი. ეს არის ჩვენი ქუჩაში ყოფნის მიზანიც, ეს არის ჩვენი პოლიტიკაში ყოფნის მიზანიც. ამაში არ გეთანხმებათ და არ გამოგყვებათ. რა თქმა უნდა, შესაძლოა პოლიტპატიმარი და ასე შემდეგ. და ეს მე რაღაც ნაწილში ოპოზიციის მიმართ გაუწყებას იწვევს, ხო? ხო, ნუ მოსახლეობის რაღაც ნაწილში. შენ მოდი კითხვის ნიშნით დავსვამთ, არავინ იცის ამაზე რეალური, საერთოდ საქართველოში არავინ იცის რეალური წარმოდგენები საზოგადოებას რა აქვს. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ძალმომრეობით პოლიტიკაზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, პირველ რიგში სწორედ ამას გულისხმობთ, რომ ადამიანები არ ამბობენ იმას, რაც უნდათ. ადამიანები არ ამბობენ იმას, რაც სურთ და რასაც ფიქრობენ. არც არჩევნებზე არ გამოხატავენ იმ სურვილებს. ეს არის შიში, მოსყიდვა, არ ვიცი, ბევრი რამ მუშაობს ამ თვალსაზრისით, მათ შორის თქვენ რაც ახსენეთ, ტელეიმედის რუსული პროპაგანდაც. მე არ გამორიცხავ, რომ ეს ასეა. ამიტომაც ვიცხოვთ ჩვენ ახალ არჩევნებს და ამ ახალი არჩევნების ჩატარებას დემოკრატიული თამაშის წესებზე აგებული ინფრასტრუქტურით. ეს არის თავი ადამიანებს უნდა მიუცეთ თავისუფალი ნების გამოხატულება, ხო? ზუსტად ის უნდა გააკეთონ, რასაც ფიქრობენ და მათ არ უნდა ქონდეთ გარედან ზეწოლა. ამას ახერხებს ჯერჯერობით რაღაც დონეზე ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ ჩვენი ქუჩაში დგომა არ არის თვითმიზანი. არ არის ჩვენ არ გვინდა ის კი არ გვინდა რომ მუდმივად ოპოზიციაში ვიყოთ, ან მუდმივად გარეთ ვიდგეთ. ჩვენი მიზანი სწორედ ამის დამარცხებაა, რაზედაც ახლა ვლაპარაკობთ ჩვენ. გასაგებია, ნახოთ რამდენად გამოგივათ ეს და გამოგვივა ყველას ერთად. კი ბატონო, რაღაც შედეგებს მივახციეთ, მე ვფიქრობ ყველას ერთად, იმიტომ რომ დემოკრატია ყველას გვინდა, დასავლურ სტრუქტურებში ქვეყნის გაერთიანება ყველას გვინდა, ევროკავშირში ყველას გვინდა და ასე შემდეგ. და ნუ დღეს ეს პროცესები შეფერხებულია, განსაკუთრებით დემოკრატიული განვითარება. მე პირველ რიგში ეს მადარდებს ყველაზე მეტად, მაგრამ ოპოზიციას ამიტომ მოგმართთ, იმიტომ რომ აქ თავარი აქტორები მაინც უნდა იყოს ოპოზიცია ხალხთან ერთად. რომელიც ჯერ რაღაც უკანა პლანზე არის გადასული და ამიტომ ვთქვი რომ რამდენად გამოგივათ რომ თქვენ გახდეთ მართლა დაიბრუნოთ არ ვიცი ნდობა ლიდერობა ამ პროცესში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის ნაწილში ცოტა ვიკამათებდი, მაგრამ ნდობას რაც შეეხება ამ არჩევნებაც აჩვენა რომ ფაქტია, წინასაარჩევნო პერიოდმა იმუშავა ისე რომ საქართველოში მოსახლეობას გაუჩნდა შეგრძნება რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება არის შესაძლებელი. ეს ბევრწილად სწორედ ოპოზიციური პარტიების სწორად მუშაობის შედეგი არის. ახლა გამორჩეული ლიდერი არ ყავს, ეს არის ხალხის დაკვეთაც. ხო, რაზე ვლაპარაკობთ? ქუჩაში თუ გულისხმობთ ამას, არც ქუჩაში ძალიან ჰორიზონტალურია ეს პროტესტი, რომელიც მიმდინარეობს და არ მგონია სწორი იყოს აქ ვინმემ მოინდომოს ლიდერობის ხელში აღება რა და კარგი, სამწუხაროდ რა მოგეწონა, მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის, ვანო წერეთელი, კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი და ფიქრია ჭიხრაძე, კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის წევრი იყო ჩვენი სტუმრები, ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე, მე ხვალამდე გიმშვიდობებით.